ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, საუბრობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე გერმანიაში ვიზა ლიბერალიზაციის თემებზე, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და ჩვენი მომდევნო სტუმარია გიორგი რუხაძე, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის. მოგესალმებით, ბატონ გიორგი, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში. დღევანდელი განცხადებების შემდეგ მერკელისა და კვირიკაშვილის მხრიდან გაგიჩნდათ თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება წარმატებით საქართველოსთვის შემოდგომაზე მაინც. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მოდი დავიწყოთ და ვიზიტი შევაჯამოთ. მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი არის უკვე დაგვიანებული, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვიზიტის მთავარი ამოცანა იმას ისახავდა მიზნად, რომ საქართველოს მიიღო პირდაპირ და აშკარა მხარდაჭერა გაჭიანურებულ და შეფერხებულ ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებაში ან მომავალ ვარშავის სამიტთან მიმართებაში, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ამოცანა ამ ვიზიტმა ვერ შეასრულა. რეალურად პოზიტიურ გზავნილებს რაც შეეხება ქალბატონი მერკელის იყო ზოგადი პოზიტიური გზავნილები, რომელიც უკვე ვიცოდით და აქ ახალი არაფერია ნამდვილად. თუმცა ასევე იყო ნეგატიური გზავნილებიც, ან მინიმუმ ჩვენ ნეგატიურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ისინი, რაც მოასწავლებს პრობლემებზე და გეტყვით კონკრეტულად რას გულისხმობ. პირველი ქალბატონმა მერკელმა დაადასტურა და მასთან ერთად ბატონმა თედო ჯაფარიძემაც დაადასტურა, რომ საქართველო უკრაინასთან მიმართებაში ერთად განიხილება საერთო პაკეტში. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, პირველი. მეორე, ქალბატონმა მერკელმა ახსენა, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია განიხილება ვიზა ლიბერალიზაციის სწრაფად შეჩერების პაკეტთან მიმართებაში. ეს მეორე პრობლემა, მოგვიანებით ავხსნი რატომ. შეჩერების მექანიზმის კონტექსტს გულისხმობ? დიახ, შეჩერების მექანიზმის კონტექსტს, იქიდან გამომდინარე, რომ შეჩერების მექანიზმი, როგორც ასეთი, მარტივად მისაღები კანონი არ არის და შესაბამისად პროცედურულად თუ კი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია დაუკავშირდება შეჩერების მექანიზმს, ის დროში გაიწელება აუცილებლად. ეს პირდაპირ თქვა მერკელმა, ეს რომ საქართველო ამ კონტექსტში განიხილება. მაგას ვამბობ და ეს არის სწორედაც უარყოფითი გზავნილი. და მესამე, ნატოსთან მიმართებაში მას ჰქონდა ძალიან უარყოფითი გზავნილი, როდესაც ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია ეძებს საშუალებებს, ახლა ციტირებას არ ვაკეთებ, მაგრამ აზრს გეუბნებით, რომ არსებული პაკეტის ფორმატში, რაც არსებობს, აქ ვიპოვოთ დამატებითი თანამშრომლობის ასე ვთქვათ მექანიზმები, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ გერმანია უკვე ვარშავის სამიტზე არ მიემხრობა არაფერი ახალი მექანიზმის მოცემას საქართველოსთვის. ანუ არსებული პაკეტის ფარგლებში დარჩება საქართველოს ნატოს ურთიერთობა. თქვენ დაგვიანებული უწოდეთ ამ ვიზიტს, ან პასიურობაში ადანაშაულებთ საქართველოს მთავრობას, დიპლომატიას. აი ხეთ ჩამოთვალეთ სერიოზული საკითხები, ხო? არსებითად რისი შეცვლა შეეძლო ქართულ დიპლომატიას, რომ ყოფილიყო, როგორც თქვენ ამბობთ, უფრო აქტიური? გეტყვით. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველომ დადებითი დასკვნა მიიღო 6 თვის წინ. ამაზე თანხმდებით, ეს იყო დეკემბერში და შემდეგ უკვე ევროკომისიამ, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უკვე მიმართა იანვრის ბოლოს. ქონდა თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, 4 თვე, 4 პლენარული სხდომა, ევროკავშირის საბჭოს მინისტრების 2 შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. მეერწმუნეთ საქართველოს მის დაპირებები, რომელიც მიიღო თავის დროზე დეკემბერში და შემდგომ უკვე დადებითი გზავნილები, რომელიც ჩანდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს ყველაფერი იყო იმავე კონტექსტში, ის პრობლემები, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება აპერირებს, ეს პრობლემები რეალურად არსებობს. მიგრაციის პრობლემები არსებობს, მესამე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების მხრიდან დანაშაულის ჩადენის მაღალი ალბათობა არსებობს, ბუნებრივია, არსებობს ტერორიზმის საფრთხე.
კი, ნამდვილად არსებობს ეს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები არსებობდა გასული წლის დეკემბერშიც, ეს პრობლემები არსებობდა მარტშიც, როდესაც მაგალითად ბრიუსელში მოხდა ტერორისტული შეტევა და მანამდე არსებობდა ეს ყველაფერი პარიზის ტერაქტი. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები იარსებდა, ეს სირია ახსენა არსებობდა. აი თუ იარსებებს მომავალში, აუცილებლად იარსებებს მომავალში და სირია ახსენა, ხო, მაგალითად მერკელმა. დავასრულებ, თუ შეიძლება. აი ამ პრობლემების დინამიკაში უნდა მოხერხებულიყო საქართველოს საკითხის მაშინ გატანა განსახილველად, როდესაც ის იყო დამოუკიდებელ მდგომარეობაში. საქართველო წინ უსწრებდა უკრაინის საკითხსაც, წინ უსწრებდა თურქეთის საკითხსაც და წინ უსწრებდა კოსოვოს საკითხსაც. იმის გამო, რომ ლობირება საქართველოს მხრიდან არ იყო აქტიური, ეს 6 თვე, როდესაც იყო ეს შესაძლებლობის ფანჯარა, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ეს საშუალება და როდესაც უკვე დანარჩენი საკითხები დაეწია საქართველოს. როდესაც საქართველო უკვე განიხილება უკრაინასთან კი არა, მხოლოდ რაც ქალბატონმა მერკელმა დაადასტურა, არამედ თურქეთთანაც ერთად, ხო? ეს დაკარგული დრო დღეს უკვე ძალიან ძნელი, ასე ვთქვათ, ამოსაღებია და მეცაც გეტყვით, მე ძალიან სკეპტიკურად უყურებ უკვე ამ პროცესს, თვითონ პროცედურული აუცილებლობებიდან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ნაკლები შანსია, რომ 2016 წლის დასასრულამდე მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, იქიდან გამომდინარეც, რომ შემდეგი საპარლამენტო სხდომა ივლისშია ერთი ევროპარლამენტში და ამ სხდომაზე არ არის დაგეგმილი არც საქართველოს საკითხი და არც ვიზა ლიბერალიზაციის სწრაფი შეჩერების საკითხი. შემდეგი პლენარული სესია არის სექტემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის საბჭოს მინისტრების შეხვედრა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გულისხმობ. ეს არის ოქტომბრის შუაგულში, მერე არის არჩევნები, ბუნებრივია პროცედურულად ამას კიდევ დრო ჭირდება, ძალიან ძნელი იქნება მერწმუნეთ, ეს არის დაკარგული დრო, ეს არის დაკარგული შესაძლებლობა. გასაგებია, ბატონ გიორგი. ქართულმა ხალხმა დაიმსახურა ვიზა ლიბერალიზაცია ნამდვილად, საქართველოს ხელისუფლება დაპირდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს იქნებოდა ივნისში, სამწუხაროდ გარე პროცესებს რო თავი დავანებოთ, რომელიც არსებობს, მან ვერ შეასრულა ის დაპირება, იმიტომ რომ პოლიტიკა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, დაგვიანებული და პასივი. გასაგებია თქვენი აზრი, აი შეკითხვა მაქვს აქ მერკელმა ახსენა, აი პრობლემები, როდესაც ჩამოთვალეთ, დიდი ალბათობით ეს პრობლემები იქნება სექტემბერშიც და შესაძლოა მერეც, ხომ? ამიტომ თქვენ ხართ განწყობილი საკმაოდ სკეპტიკურად, რომ 2016 წელს ჩვენ შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ 2016 წლის ფარგლებში ეს ვიზა ლიბერალიზაცია. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ არ გვინდა განმეორდეს ის, რაც სირიის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ჩამოვიდა ძალიან ბევრი მიგრანტი პოლიტიკური თავშესაფრის მოსაძებნად, თო რეალურად, რასაც ამბობს განცხადებებში, რასაც უფრთხის გერმანიის კანცლერი, ეს პრობლემა საქართველოსთან დაკავშირებით რეალურად არსებობს, თუ უბრალოდ ეს არის მიზეზი გერმანიისთვის? გეტყვით, საქართველოსთან მიმართებაში ეს პრობლემები ნაკლებად არსებობს, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ხელისუფლების პასიურობის გამო საქართველო უკვე მიება უკრაინასა და თურქეთს, მერწმუნეთ საქართველოს ამ პაკეტიდან გამოცალკევება ცალკე მიზანი უნდა იყოს და ამისთვის ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა იბრძოლებს და პირდაპირ გეტყვით, ერთ კვირაში ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მე გვაქვს ვიზიტი დაგეგმილი ბრიუსელსა და სტრასბურგში და ბუნებრივია შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული ამ ყველაფერთან, იმისთვის რომ ჩვენ მაინც დავიწყოთ ბრძოლა სხვა პროდასალურ ძალებთან ერთად, იმისათვის რომ პირველი ნაბიჯი მაინც გადაიდგას და საქართველო გამოცალკევდეს ამ პაკეტისგან. ეხლა გეტყვით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 3.8 მილიონიანი ქვეყანა და თუ შევადარებთ უკრაინას, რომელიც 40 მილიონს აღემატება და თურქეთს, რომელიც 60 მილიონს აღემატება, მერწმუნეთ, ამ პაკეტში ანუ რეალურად წარმატების მიღწევა იქნება ძალიან ძნელი. ეს ერთი. მეორე ამბავია, თქვენ და ქალბატონმა მერკელმა რაც ახსენეთ და თქვენც ხშირად ახსენეთ, რომ ეს არის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და ამის შემდეგ უფრო რეალური იქნება ეს ყველაფერი. შეჩერების მექანიზმის მიღება ასე მარტივი რომ იყოს, მაშინ
ჯერ მოგცემდნენ ვიზა ლიბერალიზაციას და მერე მიიღებდნენ შეჭერების მექანიზმს, ხო? საბოლოო ჯამში პარლამენტის მისაღებია ეს კანონი და პარლამენტი მიიღებდა ამას. მაგრამ შეჭერების მექანიზმის მიღება ასე მარტივი არ არის სავიზო ლიბერალიზაციის. აქედან გამომდინარე, აი ესენი ევროპული, ასე ვთქვათ, დიდი ძალები თავს იზღვევენ და ეს თავის დაზღვევის პროცესი გაგრძელდება დიდხანს ჩემდა სამწუხაროდ. საჭიროა საერთოდ ახალი გეგმაა საჭირო ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებაში იმისთვის რომ შემოდგომის ბოლოს მაინც მიიღოს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია. ჯერ მთლიანად შანსი არ არის დაკარგული, ამისათვის არის საჭირო ძალიან სერიოზული აქტიური ლობირება და ამაში ჩართვა რა თქმა უნდა საქართველოს მხრიდან სერიოზული პროფესიონალების და რაც თავარია საჭიროა მობილიზაცია ჩვენი პარტნიორების იმ ქვეყნების რომლებიც პირდაპირ აშკარად ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნების გარეშე მხარს უჭერენ საქართველოს მაგრამ მათი როლი რა შეიძლება იყოს ჩვენ ვიცით გერმანიას აქვს უზარმაზარი როლი გერმანია არის შეიძლება ითქვას წამყვანი ქვეყანა ევროკავშირში რა გავლენა შეიძლება მის პოზიციაზე მოახდინონ ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა რა თქმა უნდა შესაძლებელია ამ გავლენის მოხდენა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქმე იქამდეა უკვე მისული, რომ ეს მარტივი ამოცანა არ იქნება, ეს იქნება რთული ამოცანა, ბუნებრივია საჭიროა კოორდინაცია ძალისხმევის და ეს კოორდინაცია აქამდე ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ და ბევრად მარტივი იქნებოდა იგივე ამოცანის მიღწევა მაგალითად აპრილში ან მაისში, როდესაც ეს ყველაფერი გადავიდა უკვე ამ ფორმატში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ პაკეტში ერთად განვიხილებით თურქეთთან, უკრაინასთან, კოსოვო ნაკლები პრობლემაა. ბუნებრივია ეს რთული პროცესი იქნება, თუმცა აუცილებელია, რომ ჩვენი პარტნიორები უკვე შენგენის ზონაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებზეა საუბარი, პოლონეთზეა საუბარი, ჩაერთოს ამ პროცესში. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა ოპოზიციური პროდასავლური ძალა, იმიტომ რომ აუცილებელია რომ სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის დონეზე მოხდეს მხარდაჭერის მოპოვება მათ შორის გერმანიაში. ერის მოპოვება მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და სხვა ჰოლანდიაში, რომელიც ეწინააღმდეგება მაგალითად ჰოლანდია არ ეწინააღმდეგება მაგალითად საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას, მაგრამ ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის მინიჭებას. შესაბამისად, აქ კიდევ უფრო დიდ პრობლემებთან გვექნება საქმე, თუ სწრაფად არ მოვახდინეთ რეაგირება გამოცალკევება თუ ჩვენი სტრატეგია არ შეიცვალა და თუ არ დავიწყეთ სხვა ტიპის მუშაობა. ასევე მინდა კიდევ ერთი რამ მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ დრო არ გვაქვს და შეკითხვები მინდა მოვასწრო, მოკლედ დაასრულეთ. ჩემი ასე ვთქვათ, მე ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზოდ გადაადგილების საშუალება ევროზონაში, ეს მათ დაიმსახურეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, უბრალოდ ხელისუფლებამ ვერ მიადევნა თვალი, იქიდან გამომდინარე, რომ მან როგორც კი ტექნიკური ასე ვთქვათ, მოთხოვნები შეასრულა საქართველომ, ხელისუფლებამ ხელი დაიბანა და თქვა, რომ აი ჩვენი გასაკეთებელი შევასრულეთ და ხელიდან გაუშვა საერთოდ დინებაზე მიუშვა პოლიტიკური პროცესი. გასაგებია თქვენი პოზიცია, რუსეთ საქართველოს ხელისუფლებას აღარა აქვს რესურსი. კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში და არჩევნებამდე მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია. რუსეთ-გერმანიის ურთიერთობის გავლენას რამდენად ხედავთ აი ამ პროცესში? რუსეთ-გერმანიის ურთიერთობა, რომელიც ძალიან სერიოზული ურთიერთობაა, რუსეთის კვალს, ასე ვთქვათ, ამ პროცესების შეჩერებაში თუ შეყოვნებაში, როგორც სურს ისე დავარქვათ. მოგახსენებთ რა თქმა უნდა, ეხა პირდაპირ მტკიცებულება მე არ გამაჩნია და ქაღალდს ვერ გაჩვენებ, სადაც პირდაპირ გეტყვით, რომ აი მოსკოვმა ეს ანის გააკეთა, ან ეს დაბლოკა ანის გააკეთა, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ჩემი ინფორმაციითაც, რომ რუსული დიპლომატიური მანქანა ძალიან აქტიურად მუშაობდა აი ამ 6 თვის განმავლობაში და მანამდეც იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინას და ზოგადად ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებს არ მიიღოთ საბოლოო პრეფერენციები ევროკავშირისგან და ზოგადად ინტეგრაციის პროცესი არ წასულიყო წინ. რასაც რეალურად საქართველოს აღარაფერს აღარ უპირისპირებდა თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე. ანუ საქართველოს დაანება თავი რუსეთთან საერთაშორისო ასპარეზზე კონფრონტაციულ პოლიტიკას. ეს იყო უდიდესი შეცდომა იქიდან გამომდინარე, რომ მისცა სრული კარტ ბლანში რუსულ
ასე ვთქვათ, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ ძალებს, რომ თავისუფლად კომფორტულად ეთამაშათ ევროპულ ზონაში იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ, შეეშალათ ხელი ზოგადად ევროპული ერთიანი პოლიტიკისათვის და ეს ბევრ შემთხვევაში მოახერხეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოსთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში პროცესები შეეყვანათ ჩიხში. Რაღაცა ფორმით ეს რუსეთმა გააკეთა, მე გეტყვით რომ მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ასე ვთქვათ ლუქსემბურგში თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები სწორედ ვიზა ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება როდესაც უნდა მიეღოთ, დაახლოებით 4 დღის წინ გერმანულ ერთ-ერთ გაზეთი შპიგელი იყო და მეორე თუ არ ვცდები ბილდი აღარ მახსოვს, გამოქვეყნდა რაღაც პარალელურ რეჟიმში სტატიები იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოს ქართული კრიმინალური ჯგუფები თურმე როგორ აქტიურად მოღვაწეობენ გერმანიაში. მერწმუნეთ ასეთი რამეები შემთხვევით ნამდვილად არ ხდება და ისიც არ არის ახალი ისტორია, რომ გერმანულ გაზეთებში რუსულ, ასე ვთქვათ, კრემლსა და ზოგადად რუსულ ესტაბლიშმენტს ერთგვარი გავლენები აქვს. მე ნამდვილად არ ვარ ისეთი მეამიტი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი რამეები კი ბატონო და ბოლო შეკითხვა მაქვს ბატონო გიორგი. გამომდინარეც, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები ნამდვილად არ არიან ისეთი ძალის, მაგალითად, როგორიც გნებავთ უკრაინული, გნებავთ რუსული, გნებავთ ალბანური, ან რუმინული. ორი წუთი დაგვრჩა ალბათ და მინდა რომ ამაზეც კითხოთ მერკელმა პრაგმატული ნაბიჯები უწოდა იმ პოლიტიკას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს რუსეთთან მიმართებით. ნიშნავს თუ არა იმას, რომ დასავლეთს მიაჩნია, რომ საქართველოს ურთიერთობა ამჟამინდელი რუსეთთან, მისი გატარებული პოლიტიკა არის სწორი და საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი დამოკიდებულება რუსეთთან, მოსკოვთან ურთიერთობის საკითხებში. გეტყვით, მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს და პოლიტიკა უნდა იყოს საფრთხეების შემცირებაზე ორიენტირებული. მაგრამ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ამავე დროს უნდა იყოს უკომპრომისო, პრინციპებზე დაფუძნებული და საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული. ბუნებრივია, დასავლეთის ინტერესშია, რაც ნაკლები საფრთხე იქნება და რაც ნაკლები დაპირისპირება იქნება რეგიონში და ეს არის ასევე საქართველოს ინტერესებში, მაგრამ საქართველოს გარდა ამ ყველაფრის აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები და სწორედ ამ ინტერესებთან მიმართებაში ის არ უნდა წავიდეს დათმობაზე. მიმაჩნია, რომ როდესაც საქართველოს დაანება თავი დიპლომატიურ ასპარეზზე საკუთარი ინტერესების დაცვას და რუსული ინტერესების შეწინააღმდეგას, შეგებას აქ შეცდა სწორედ საქართველოს და სწორედ ნაწილობრივ ამანაც გამოიწვია ის შედეგი, რა შედეგიც დადგა. და აუცილებლად მინდა ვთქვა, ამ პროცესზე ბუნებრივია არც ქალბატონ მერკელს და ბუნებრივია საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უხსენებია ეს ყველაფერი, მაგრამ პროცესზე ვინაიდან და რადგანაც ეს უკვე არის პოლიტიკური პროცესი, პირდაპირ ახდენს გავლენას ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით. არაფრით არ შეიძლება, მაგალითად, 10 ივნისს საქართველოს ხელისუფლება ელოდა დადებით გადაწყვეტილებას მინისტრებისგან ლუქსემბურგში და 10 ივნისს სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლების ენერგია მიმართულია იქითკენ, რომ კორცხელში მუშტიკრივით მოიგოს არჩევნები, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაიქვემდებაროს მთლიანი სასამართლო სისტემა და მურუსიძე ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სასამართლო სისტემაში, მერწმუნეთ ეს ყველაფერი აისახება პოლიტიკოსების შეხედულებებზე დასავლეთში და ბუნებრივია საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მისცეს არანაირი მიზეზი ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომელიც შესაძლოა შემდეგ გახდეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების უარის მიზეზი ევროპარლამენტში. მადლობთ გიორგი რუხაძე, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის.